მთის ფერდობზე ტყის პირას შინაურ ფრინველთა ფერმა იყო გაშენებული. ამ ფერმას საქვეყნოდ ცნობილი კეთილი და ჭკვიანი მამალი აისო პატრონობდა. აისო დილიდან საღამომდე ყურადღებით ადევნებდა თვალყურს ეზოში მშვიდად მოფუსფუსე კრუხწიწილას და დღენიათაკ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავდა. დამისხით წყალი. კარგით, ნუ ჩხუბობ. აი თქვენა, აი. აბა, როგორ უთქვამს ჩვენს წინაპარს? ქათამა წყალი დალია და ოჩა. როგორი მზერა უნდა ჰქონდეს მამალს? ორდივით. არწივით. ოჩა. როგორი უნდა იყოს? კეთილშობილი. ვარია? სათნო, ლამაზი. დილობიანი? ხო, სრდილობიანიც. ბატი? ბატი? ხო, ბატი. ჭკვიანი, განათლებული. ისემართლა ბატო. ამ მშვენიერ საბუდარას ერთი წუწკიმელა შემოჩვეოდა. დროს იხელთებდა თუ არა, რომელიმე მადისაღმძვრელ ვარიას კბილს გამოკრავდა და ტყეში გააცუნცულებდა. ამჯერად იმ ქურდბაცაცამ კრუხთა კრუხი ძიბულა გაიტაცა. ამ ამბის გამო საგონებელში ჩავარდა აისო. შეჭა ჩვენი ციბციბა. მომეჩი, ჩემი ჭიგნია. კარგი, ნოტირი. გაჩერდი, კარგი, გექნება. ეს რა დღეში ჩავცვიდით? ეს რა დღეში? რაღაც თუ არ მოიფიქრე, გაწყვიტავს თელსაგად. შევებრძოლოთ. აი! შევებრძოლოთ. აქ ჭკუა საჭირო, ჭკუა. ხო, ხერხის ჯობია ღონესა. მართალი ხარ? მოიწი აქეთ. გამომართვი. მე? აბა, მე ხვარწა.
შემოდი. მოვდივარ. შენახარ? აქ რა მოგიყვანა? რისთვის გარჩილ ხარ? ამ შუაღამისას? გაჭირებას რა უთხრა? თორემ ჭკუათა მყოფელი დედალი ამ დროს კანდარაზე უნდა ქინდრავდეს თავს. ხვენი მოგართვი, მელა ბატონო. ხვენი? ხო. მერე და რისთვის? საკათმეს უნდა დაეხსნა. კვერცხს არ მოგაკლებ. იჯექი სახლში გამოჩეკე, დასარდე, დააფთიანე და მიირთვი რამდენიც გინდა. ძაღლების რიცხვაც აქცდება და ორღობეებში წანწალიც. თლად სალტვინაც არ ყოფილხარ. კაკანო. აზრი კარგია. კვერცხები ცოტა. ჯერ ეს იკმარე. დანარჩენი მერე იყოს. შეთანხმდნენ. მელაყუდამ კვერცხები თბილად შეფუთა. ერთმანეთთან ჭიდროდ მოათავსა და ზედ კრუხივით მოიკალათა. რამოდენიმე დღეში შედეგმაც არ დააყოვნა. გაიხარა მელაყუდა. დღე და ღამე პატარებზე ზრუნვაში ატარებდა. ფეტოს აჭმევდა, ეალერსებოდა, თან ხვებოდა. მოკლედ ცივნიავს არ აკარებდა. აბა, ხომ გახსოვთ? დიახ. მაშინ დავიწყეთ. 1 2 ამდენგის 1 2 1 2 ჩამჭეკით ხილად გავისწოროთ ხები ყოველდილით გავილესოთ ნისკარტები ფრთხილად არ დაგცვიდეთ ბუმბულები ჩვენი ხმებით გავაოცოთ ბულბულები 1 2 1 2 არ ვინ არის ჩვენი სწორი საკრაუნდა. ვინ არის? ჩქარა, შედით სახლში. დედიკო, შეიძლება ვითამაშოთ? შენი ხმა არ გავიკო. შედით სახლში. მასპინძელო! მობრძანდით! დაბრძანდით. როგორ ბრძანდებით? სულ დამივიწყეთ. აღარ მკითხულობთ. რა ვიცი. ის პალიშები გამზეურე. მე კი ვიფიქრე,
სადილად აქვს რამე საინტერესო. მე არა, როდის კარგა ხანია წესიერად არც კი ვისადილია. თეთრი მელაგი ბარებს. რაღაც ხმები დადის, მაგაც. რას არ გაიგებს კაცი? რას? ხო, მართლა. სტუმრად რომ წახვალ. ქათმის ბუმბულს ნუ გაირჩო, მაინც და მაინც თმაში. შიშმა შეიპყრო მელაყუნდა წიწილების სიცოცხლეს და მის ღირსებას დიდი საფრთხე დაემუქრა. ტყის კანონით მელას საქციელი სასტიკად ისჯებოდა. მშვენიერ გამხდარ ხარ ხილი მიირთვი ფერმი ხდილი მეჩვენები ხომიცი მე და შენი დიდი პაპა ერთად დავრბოთ საკათმეებში. დიდი მონადირე იყო პაპაში. დიდი. ლუკმას ისე არ გადაყლაპავდა, რომ სხვისთვის არ გაიყო. არ დაივიწყო ვისი გვარისახარ. არა ბატონიჩემო. არა. ჩიტმა ამბავი მომიტა. რჯულს ხალატობსო.
არ მჯერა ჭორებს მიყრია ჩემო ბატონო მეც ასე ვფიქრობ მეც მაგრამ იცოდე თუ მართალი გამოდგა მაგ ფუმფულაკუც საქვეყნოდ მოგჭ და ქათმებს მიუგდებ საკენკად წადი თეთრი მელა სიტყვებმა ჩიხში მოამწყვდია მელაკუდა წიწილების გადასარჩენა ერთადერთი ღაგზა ჰქონდა დღეს უნდა განერიდებინა ასეც მოიქცა როდესაც ტყის ყველა ბინადარს შვიდად ეძინა წიწილები სოროდან გამოაპარა და განთიადისას აისოს კარმიდამოს მიადგა აისო აისო კაკანო ხალი ხარ აქეთ მიდი ნახე ვინ არის შენ ხარ ვინ არის მოდი აკი მორიგდით რა ვიცი ჩემი შვილები მინდა მოგაბა რასამ ხომ გადაჭამეს მთელი საკათი ცოტა ხნით არა გინაცოლე არა მოიცათ თქვენ ვერ მიმიხვდით მოიცი ახლოს რა კვერცხაუჩი კიდევ მოგვაბაროს აბა სად არიან ციპა მოდით ციპა შემოდით როგორ გაზრდილან ყოჩა ჩაიბარეთ მაგრამ იცოდე ერთი ბუმბულიც რომ ჩამოვარდეს რომელიმეს თლიანად გავწყვეტ მაგ თქვენს საკათმეს დავერევი თქვენს ნაკებ ვარიებს და ერთიანად გავანადგურებ შენ არ ითარდო ყველაფერი კარგად იქნება დიდხანს გასცქეროდა აისო ტყისაკენ საცოდავად მიმავალ მელას გასცქეროდა და თან ფიქრობდა რომ თურმე ამაგი სიყვარულს ბადებს სიყვარული კი თავის თავად ტრებსაც კი აერთიანებს